გორის ციხე მდინარე ლიახვისა და მტკვრის შესართავთან არის აღმართული. რამოდენიმე ხნის წინ მეწყერმა ჩრდილოეთის მხარეს ანტიკური ფენები გამოაჩინა. ისტორიული წყაროები ამბობენ, რომ გორს ქალაქის სახე დავით აღმაშენებელმა მისცა, თუმცა ოფიციალურად მას ქალაქის წოდება 1800 პირველი წლიდან აქვს. საინტერესოა საბჭოთა გავლენა გორზე. ცენტრალურ გამზირს უწოდეს სტალინის სახელი და გორის ციხის ნაცვლად ცენტრად უკვე ითვლებოდა ეს ადგილი, სადაც იდგა სტალინის ძეგლი. მონუმენტად გამოკვეთი შვიდობის მამა, ენის სარგანი. ეს ვაგონი, რომელიც იოსებ სტალინს ეკუთვნოდა, დღეს გორში სტალინის მუზეუმის ეზოში დგას. აღსანიშნავია, რომ კომუნისტურმა რეჟიმმა ისე დააპროექტა მუზეუმი და რკინიგზის სადგური, რომ ისინი ერთმანეთს უყურებს. როდესაც ჩამოვიდოდა მგზავრი ვაგონიდან, პირველი უნდა დაენახა მუზეუმი. როგორც აღმოჩნდა, ეს მუზეუმი დღეს საქართველოში ყველაზე ხალხმრავალი, ანუ ბევრი ვიზიტორები ყავს. მივიდეთ და შევიდეთ და ვნახოთ თუ რას უყვებიან ისინი სტალინის შესახებ დამთვალიერებლებს. გამარჯობა. გამარჯობა. გულზანდებით. კარგად თქვენ? მადლობა რომ იმასპინძლეთ. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა. დიდი მადლობა. რამოდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან. დიახ. რამდენად ახერხებთ თქვენ რომ მაგალითად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს მიაწოდოთ ინფორმაცია, ანუ მაგალითად თუ არის შემთხვევები, რომ თქვა ევროპელებს სხვანაირად უყვებით, რუსებს სხვანაირად უყვებით, ქართველებს სხვანაირად, ანუ აქ მოდიან ადამიანები, ვისაც აქვს არაერთგვარი დამოკიდებულება სტალინის პერსონის მიმართ, ხო? არის უარყოფითი და დადებითი დამოკიდებულება. არის შეხედულებები, თითქმის სამ ნაწილად იყოფა ეს. ზოგისთვის არის დიქტატორი სტალინი, ზოგისთვის ტირანი, ზოგისთვის ბელადი. ჩვენ გვაქვს ექსპოზიცია, რომელიც შეიქმნა 1979 წელს და რა თქმა უნდა იმ ექსპოზიციის მიხედვით უყვებით ყველაფერს. ანუ თქვა მაგალითად რუსებს და ევროპელებს შორის განსხვავება არ არის, თქვა მაგათ კიდევ. არ არის, ნამდვილად არ არის. გეგმაში არის, რომ ექსპოზიცია შეიცვალოს, რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიცვლება, ბევრი რამე დაემატება, ბევრი დოკუმენტური მასალა ამოვა და იმედია, რომ შემდეგ მოვყვებით ამას ყველაფერს. კითხულობენ, ყველაზე თავარი შეკითხვა, არის თუ არა იმის შეკითხვა, ხშირად კითხულობენ და მეორე კიდევ, აი ან ციფრებ თუ არა და რა დამოკიდებულება აქვს ასეთი საბჭოური, ასე ვთქვათ, საბჭოთა ესთეტიკის მიმართ ზოგადად. იცით რა არის, აი ინდივიდუალური დამოკიდებულებებია ყოველთვის, იმიტომ რომ ზოგი არის აი აღფრთოვანებული, აი მაგალითად მე გამიგია რომ ვიზიტორს რამდენჯერ უთქვამს რომ მოდით რა დატოვეთ ეს ექსპოზიცია, იმიტომ რომ ესეთი საბჭოური ექსპოზიცია არსად არ არის და ზოგს სურვილი არის, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი უკმაყოფილო იმითი, რომ აქ ბევრი ნაკლებად ვლაპარაკობთ დაუშვათ რეპრესიებზე და საჭიროა უფრო მეტი მასალა, რა თქმა უნდა. გაიხსნა არქივები და უფრო მეტია სამუშაო და მეტი არის შეიძლება ამოიღო მასალა და უფრო მეტი საინტერესო ექსპოზიცია რომელიც ეს არის გაკეთებული, ანუ მის მასმერი 79 წლის შემდეგ არ შეცვლიდა, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს თვითონ მუზეუმს არ აქვს ამის უფლება, ეს კულტურის სამინისტრომ უნდა გადაწყვეტოს, რა თქმა უნდა. 79 წელს ფაქტობრივად ეს შეიქმნა რაღაც გარკვეული პროპაგანდისტვის, ხო? რა თქმა უნდა. აკარგია სტალინი, ასე ვთქვათ, ესეთი, მაგრამ მასმერი არ შეცვლიდა ეს. არა, არ შეცვლიდა. როგორ თქვით, თქვენ თქვით რომ გარკვეული ცვლილებები საჭიროა, ხო? აუცილებელია და საჭიროა. მოყვება მაშინ არსობლივი, ასე ვთქვათ, ცვლილება, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით ბევრ დოკუმენტურ მასალას, ფიქრობენ რომ
საერთოდ ესეთი აზრი არსებობს, რომ დარჩეს ეს ძველი, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ახალი ეს კომისიის წევრებმა ესეთი აზრი გამოთქვეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს. როცა თავად კითხულობენ მაგას ვიზიტორები სტალინის ასე რეპრესიების შესახებ, აი იმ პრობლემების შესახებ, რაც ჰქონდა მას, ხო? თქვენ რას პასუხობთ? მე პირადად ეს პასუხობ, რომ ყველაზე დიდი დამნაშავე და პასუხის არის ესე იგი გამარჯვების ოთახს ეძახით, იმიტომ რომ პარადია წარმოდგენილი ომის დამთავრების და მთელი მისი მოღვაწეობა სურათებში გამოსახული. სტალინის ბოლო გამოსვლა პარტიის მე-19-ობა, ეს არის 1952 წელი, 53 წელი. ეს საინტერესო ფოტო გვაქვს. ბავშვობაში გადატანილი ქონია ინფექციური დაავადება ყვავილი, რომელმაც მას სახე დაუზიანა. არ უყვარდაო სურათის ახლოს გადაღება, ერთადერთი სურათი ახლოს გადაღებული, სადაც ჩანს მისი სახის ნაკლი. და რატოა ეს სტადიას ეს ფოტო? რა ვიცი, ეს მხატვრებმა ეგრე შეარჩიეს. აქაც დამალულია ცოტა რაღაცა. ეგეთი ფოტო. საინტერესო საჩუქარიც გვიდგას აქ თუ ეს რა არის დაინტერესდებით. საჩუქარი? ინდუეთის ერთ-ერთ მუზეუმს სტალინის დაბადების 60 წელთან დაკავშირებით ესეთი საჩუქარი მიუთმევიათ სტალინისთვის. აი ამ კაფსულაში დევს ერთი ბრინჯის მარცვალი, რომელზეც ამოტვიფრულია 382 ასო და ეს ტექსტია შედგენილი. რა 60? ერთ ბრინჯის მარცვალზე. უუფალო მიანიჭე საბჭოთა კავშირში უსაყვარლის და სახელოვან იოსებ ბესარიონ სტალინს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დივანს ხანგრძლივი და გრძელვამოსილი სიცოცხლე წარმატებით მიცავსე. ესე იგი ამ ტექსტს უწერენ ერთი ბრინჯის მარცვალზე 382 ასო. დებენ ტყვიაში დიახ. და ისე მართლაც. ეს ტყვიაც საჩუქრად რაღაცა ისეთია, ხო, სიმბოლო. გამოდიდებელი შუშაც იყო, რა ვიცი, ფონდში ჩაიტანეს, იმით წაიკითხავ, ხო. ხო, მაგრამ ტყვიას რო ჩოქნიან, ეს უკვე ისეთი რაღაცაა. რაღაც სიმბოლო. ყველაფერს ამბობს რა, მაინც. ეს არის სამგლოვიარო დარბაზი. სამგლოვიარო დარბაზი, რაც არის რაღაც მავზოლეუმის ტიპის, ხო? როგორც ჩანს. გარდაიცვალა 1953 წლის 5 მარტს მაღალი წნევის შედეგად ტვინში სისხლის ჩაქცევით. ეს გახლავთ ნიღაბი, გარდაცვალების მეორე დღეს აღებული ცნობილი სკულპტორის მანიზერის მიერ. სულ აუღია 9 ცალი, ჩვენთან მე-6 არის. ზუსტი ზომებია დაცული, ასეთი სახით წოლილა ის კუბოში. რაც შეეხება სურათს, როდესაც კრემლში კუბოში ჩაუსვენებიათ, 5 მხატვარი გამოუძახიათ და მათ შორის ჩვენი ცნობილი ქართველი მხატვარი უჩა ჯაფარიძე, რომელმაც დახატა სტალინი კუბოში კრემლში მუზეუმს გადმოსცა სურათი ორიგინალი გახლავთ. მავზოლეუმის მაკეტი.
აი ამ შენობაში ლენინი და სტალინი ერთად იყო დასვენებული, ხრუშჩოვის დადგენილებით სტალინის ნეშტი გამოიტანეს მავზოლეუმიდან და აქ დასაფლავდა კრემლის კედელთან. ესეთი ამისი საფლავი ლენინი დარჩა. ვიზიტორი რამდენი გყავდათ შარშან? შარშან ჩვენ მივიღეთ 175,900 კაცი. ყველაზე რეკორდული რიცხვი იყო შარშან. ყველაზე მეტი ვიზიტორი არის რუსეთიდან. რუსეთიდან შემდეგ მოდის ისრაელი. აჰა, ისრაელი, ირანი, შემდეგ ჩინეთი. აჰა. და ასე შემდეგ. და ამერიკა, ინგლისი და ევროპული ქვეყნები. და მე როგორც ვიცი, ვიზიტორების რაოდენობით ერთ-ერთი მე მგონი მოწინავეა ხო ქვეყანაში. დიახ. 175 რიგები შარშან ჰქონდა სულ რიგები. ხო. ლექციას ელოდებოდნენ და რა ვიცი, ძალიან ბევრი ხალხი ყავდა. სტალინის მუზეუმში ვიყავი და დავათვალიერე, ეხლა კი მუზეუმის ფონზე უნდა ვისაუბრო ევროპულ ღირებულებებზე. ამიტომ მე შევხვდი საინიციატივო ჯგუფ მაროს წევრებს, თეონა და ნინო. მოგესალმებით. ესე იგი, მაისურებით რუსული საჩუქრები. საჩუქარი არა, საჩუქრებია თან, ბევრია, ხო? კი, ბევრია და პირველ რიგში ეს არის მავთუხლართები. ანუ ეს არის სიმბოლო, საქართველოს ოკუპაციის სიმბოლო და ვფიქრობთ, რომ რუსეთისგან ჩვენ გვაქვს დიდი საჩუქარი, ეს არის ყოველდღიური ბორდერიზაცია, ოკუპაცია, ადამიანების გატაცება და ეს ყველაფერი კავშირში რაღაცნაირად ერთიანად ამ სენტიმენტებთან სტალინზე, წარსულის გადმონაშთებთან დაკავშირებით რაღაც მოგონებებზე, ტკბილ მოგონებებზე, ბჭყალებში. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი არის რუსული საჩუქრები და ჩვენს უნდა დავძლიოთ როგორმე მთლიან საზოგადოებამ. თქვენს ორგანიზაციას ქვია მარო და დაკავშირებულია მარო მაყაშვილთან. ხო ესეა რა? რამდენად იცი საზოგადოება ვინ იყო მარო მაყაშვილი? მარო იყო ძალიან ბევრისთვის გაუგებარი. ანუ რატო ავირჩიეთ მარო? ჩვენ ავირჩიეთ იმის გამო, რომ ეს არის თინეიჯერი, ახალგაზრდა გოგო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლის დათმობაზეც არ თქვა უარი. თუმცა აი მაროსთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ გამოხმაურებები სოციალურ ქსელში დაახლოებით ესეთ შინაარსისაც იყო, რომ იცით რა, აი ეს მაყაშვილი ხო მტერია ბაშიაჩუკში, ხო იმდენად არასწორად არის ეს ყველაფერი აღქმული, იმდენად დაკარგულია ცოდნა, მეხსიერება იმის თაობაზე რა გაკეთდა თქვა 18-21 წლებში ის რომ ჩვენ გქონდა სახელმწიფო და დავკარგეთ და შემდეგ მთელი მეხსიერება ამ საბჭოთა 70 წლის განმავლობაში წაიშალა რომ აი ამ ყველაფრის შექმნა ჩვენ გვიწევს ხელახლა. რამდენად აქტიურია საზოგადოება, რამდენად აქტიურია ხალხი. ჩვენი ერთ-ერთი აქტივობა არის ის, რომ გორის მთავარ გამზირს უნდა შეეცვალოს სახელი და დღემდე ის სტალინის სახელს ატარებს და ვფიქრობთ, რომ რაღაცნაირად უნდა მოხდეს ამ სახელის შეცვლა და ჩვენ კი მოგვწონს მარო მაყაშვილის. ეხლა ეგ ვიფიქრე, რომ მარო მაყაშვილი ხომ არ უნდა. კი, იმიტომ რომ 2016 წელს ჩვენ პარტიზანულადაც შევუცვალეთ აბრებს სახელი. სამწუხაროდ შემდეგ ჩვენ თვალწინ აგვიხიეს ეს და წინააღმდეგობას აწდებით, ანუ საზოგადოებას აქ უნდა რომ იყოს სტალინის ქუჩა. ამბობენ, რომ აი რაღაცნაირად იდენტობის ნაწილია მათთვის, აი თუ სტალინის ქუჩაზე არ ვიცხოვრებ, მაშინ საერთოდ რა მინდა ცხოვრება და რაღაცნაირად აქვთ ეს შინაგანად და ამიტომ სიყვარული უბრალოდ ჩვენ ეს ახსენებთ. ხო, და რაც შეეხება ძეგლებს, ერთი ძეგლი რომელიც ცენტრში იყო და გადმოეტანა შემდეგ აქ მუზეუმის წინ, მაგრამ რაღაცა აღარ დგას. ხელი შეუშალეთ ამას ყველანაირად. ხელიც კი შეუშალა. ამ საზოგადოებამ შეუშალა ხელი, მარტო ჩვენ არა. ყავს თანამოაზრეები, უბრალოდ ეს გუნდი, ანუ ჩვენი თანამოაზრეები ცოტა ადამიანები ჩანან წინა პლანზე, იმის გამო, რომ ეს არის ძალიან არაპოპულარული და დიდი თავის ცხელება, ის რომ აი ფაქტიურად კედელს ცერცვი შეაყარებ. ხო, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ამ დროს რა პოზიციაზეა? ძალიან სტალინისტები არიან ადგილობრივ ხელისუფლებაში, მათაც უყვართ სტალინი. დაკავშირებული ეს ქალაქი სტალინთან ნამდვილად არის და ამას ჩვენ ხას ვერ გადაუსვით და ისტორია ასეთია. ხო, ისტორია ასეთია.
თქვენი დამოკიდებულება როგორია? საუდა გადიოდეს ზღვარი. ყველაფერი უნდა მთავრდებოდეს მუზეუმში და ეს ყველაფერი უნდა იყოს მუზეუმის ნაწილი. ჩვენი ცხოვრების ნაწილი უკვე აღარ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც სხვა მიმართულებით ვიხედებით, ხო, ქვეყანა, დასავლეთის მიმართულებით მივდივართ. ეს ორი იდეოლოგია ქუჩის სახელი არ უნდა იყოს, ძეგლები არ უნდა იყოს, ბიუსტები არ უნდა იყოს, ფოტოები არ უნდა იყოს, მუზეუმის კონცეფცია უნდა შეეცვალოს. ქუჩის სახელი რომ არ იყოს, ხო, ამას ჩვენ მარტო არ ვამბობთ, ამას ამბობს კანონი, თავისუფლების ხარტია. არსებობს შავი თეთრზე წერია, რომ ფაშისტური და ტოტალიტარული შინაარსის შემცველი სახელწოდებები უნდა აიკრძალოს. გორის მერია ამ შემთხვევაში არ ღვევს საქართველოს პარლამენტის მიღებულ კანონს, როდესაც ქუჩას სახელს არ უცვლის. ჩვენ ვითხოვთ უბრალოდ კანონის აღსრულებას. ახალგაზრდებს რა დამოკიდებულება აქვს ზოგადად რუსეთის მიმართ? ჩვენ ერთი რამ უნდა ვთქვათ, ჩვენ ვართ ქალაქ, სადაც რამდენიმე წლის წინ რუსული ბომბები ცვიოდა, ხო? და აქ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ფონზე დღეს რა დამოკიდებულება აქვს ახალგაზრდებს? ბევრ ოჯახში ჯერ კიდევ თქვა სტალინის აღგრძელოს სვამენ და ეს უფროსი თავების გავლენა? კი, ცალსახად აი შესკდომა ამ საკითხზე, ხო, არავის არ ეხარისება, არც ახალგაზრდებს მათ შორის. შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ ამას უბრალოდ დრო ჭირდება და გაიგლისა რაღაც. ხო, მაგრამ არის მეორე მომენტი, შევიდა ახალგაზრდა ამ მუზეუმში, თქვა ახალგაზრდას უნდა გაიგოს ვინ იყო იოსებ სტალინი. ის ვერ გაიგებს ამ მუზეუმში. შევიდა ამ მუზეუმში, გამოვიდა და შესაძლებელია, ჩემი აზრით, თუ სადღეგრძელოს შეუერთდეს. მისი რა თქვა მამის ან პაპის დალეულს, იმიტომ რომ ამ მუზეუმში რეალურად ვერ აღმოაჩენს ვინ იყო იოსებ სტალინი. ნამდვილად. უასია. ჩვენ გვინდა რომ აღმოაჩინოს. სტალინი ხო დაგვპირდა ისტორიას, იდენტობას წაგიშვითა და 70 წლის განმავლობაში ეს მოახერხა კიდევ ერთხელ, ხო? ამიტომ ახლიდან უნდა დაიწყოს, ისტორიის სწორი მოყოლით უნდა დაიწყოს, სიმართლის მოყოლით უნდა დაიწყოს და აუცილებელია რომ კონცეფცია შეიცვალოს, ეწოდოს სტალინიზმის მუზეუმი და იქ შესულ ადამიანებს სიმართლე მოუთხრონ სტალინზე საბჭოთა წარსულს. ავიც და კარგიც. თუ რამეა. კი. დია. მათ შორის ის რომ მეორე მსოფლიო ომი მარტო არ მოიგო სტალინმა და მას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერა და დიდი ბრიტანეთის ძალიან გამოადგა ამ ყველაფერს. მოკლედ ჩვენ თავხდებით იმაზე რომ ნამდვილად არავის არ უნდა სტალინის მუზეუმის დანგრევა. ნამდვილად. პირიქით ჩვენ ვამბობთ იმას რომ ეს უნდა იყოს სტალინიზმის მუზეუმი, მაგრამ აქ უნდა იყოს გადაფასებული ღირებულებები, სწორად წარმოქმნილი. ტურისტი მოვა სხვათა შორის, მარტო რუსები არა. ამ უცხოელებიც, იმიტომ რომ უცხოელებისთვის საინტერესოა როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი, ან ტრანსფორმაციის გზის ნახვა ძალიან საინტერესოა. ქვეყანა როგორ ხედავთ ამ ყველაფერს? აი, სამწუხარო რა არის, იცი ხარ შევედი ამ მუზეუმში და გამოვედი, რომ ანუ ეს ფაქტობრივად ქვეყნის სახია, ანუ ქვეყანა ვხედავთ ასე, ხო? იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ეს არ შეცვალო. არინა, თქვენ ჩემთან პირად საუბარში აღნიშნეთ, რომ დღეს გორში არის ნაკლები ევროპა. მაგრამ როგორი იყო წარსული? გორი გეოპოლიტიკურად საქარავნო გზაზე მდებარეობდა და ყოველთვის იყო აქ ევროპა. თუმცა სოვეტიზმმა ის უკან გახია. დიდი დიქტატურის გვერდით უდიდესი ფილოსოფია დაიბადა ამ ქალაქში და ყოველთვის გადასწავლავს. მამარდაშვილის აზროვნება, მამარდაშვილის თავისუფლება, ყველაზე ღირებული დემოკრატიული გზისვლისაკენ ფარავს ამ ყველაფერს. გორი ისტორიულად ევროპული ქალაქია თავისი მენტალობით და აზროვნებით და არ შეიძლება რომ ტოტალიტარიზმმა და სოვეტიზმმა ის უკან დახიოს. ეს არის ქალაქი, სადაც პირველად გერმანელებმა მთელ სამიერ-კავკასიაში ააშენეს სპალსაზღვენთი ქარხანა, რომელმაც გააცნო ეს ქალაქი ევროპულ ღირებულებებს და თვით ევროპას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ანუ ქალაქში, სადაც თანამედროვე ეპოქაში დიქტატურასთან ერთად დიდი ფილოსოფია, თავისუფლება და დემოკრატია დაიბადა, ჰქონდა ეკონომიკასთან, დასავლურ ღირებულებებთან და დასავლურ ეკონომიკასთან კავშირი. აქ მოღვაწეობდნენ ქალები, რომლებიც ცვლიდნენ ამ გარემოს და უბიძგებდნენ საზოგადოებას უკეთესისკენ, რასაც ქვია ევროპული განათლება. საინტერესოა სხვათა შორის, რომ ეს მარტო ელიტის ხვედრი არ იყო. ლიტერატურის
მუზეუმში და 90-იან წლებში ქალბატონმა იზაურჯონი კიჭემ როცა გაიგო რომ მეგორელი ვიყავი, წამიყვანა მუზეუმში, ის მაშინ ამ მუზეუმის ხელმძღვანელი იყო და მაჩვენა ისტორიული ფოტო. 1920 წელს ლონდონის ბაზარზე ხიდისთაველი გლეხი ყიდის ატავს. ანუ ეს კავშირი არსებობდა და დამოუკიდებლობას ეს ელემენტები ყოველთვის მოჰქონდა და საზოგადოება ერთიანდებოდა ყოველთვის ამღირებულებების ირგვლივ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გორში გაიხსნა პედაგოგიური სასწავლებელი 1935 წელს და 2 წლის მანძილზე მან შეძლო პედაგოგებით მთელი შიდა ქართლის და არა მარტო შიდა ქართლში მასწავლებლებით მომარაგება და მომზადება და აი ასეთი ინტელექტუალური პოტენციალის მიწოდება, რომელიც შემდგომში 39 წელს პედაგოგიურ ინსტიტუტად გარდაიქმნა და გარკვეული დროის მანძილზე მან უდიდესი როლი შეასრულა. დიახ, ამ ქალაქში მოღვაწეობდა ისეთი ბრწყინვალე ისტორიკოსი, როგორიც იყო სერგი მაკალათია, ისეთი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და პედაგოგიურ საქმიანობაში ჩაღვრილი, როგორიც იყო ოთარ ჩხეიძე. ის წლები ხელმძღვანელობდა კათედრას, მაშინ კათედრა ერქვა გორის პედაგოგიურ სასწავლებელში. აი ამ ქალაქმა თავისებური ხიბლი მისცა ისტორიას. ხალხოსნები და სოციალ-დემოკრატები დიდი ნაწილი მოღვაწეობდა გორში და როცა გარდაიცვალა ჯუზეპე გარიბალდი, მათ ისტორიული წერილი შექმნეს და გაგზავნეს რომში, რომელსაც ეწერა გორის ინტელიგენცია. რა თქმა უნდა, იტალიელებისათვის გორი როგორც ქალაქი ძალიან ძნელად ასაქმელი იყო და მადლობის წერილი გამოგზავნეს. აი ეს მადლობის წერილი მისთვის გაეგზავნათ, არ იცოდნენ, ფაქტია დოკუმენტებში ასია მოხსენიებული და შემდეგ გამოუგზავნეს რუსეთის იმპერიას. რუსეთის იმპერიაში როცა მოხდა სამადლობელი წერილი, წლების მანძილზე ეძებდნენ ამ ადამიანებს. თუმცა არც ერთმანეთი არ გაუწია და ღირებული წერილი თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანის გარდაცვალებასთან მიმართული ისტორიულ დოკუმენტად იქცა და ერთ-ერთ საუკეთესო სახედ იმ ადამიანებისა, ვინც გორში ქმნიდნენ გარემოს და ვინც საქართველოსთვის ჩაიყვანენ. თანამედროვე პირობებში ეს არის უწყბეთი პროცესი. ეს არ გაჩერებულა ერთ საუკუნეში, ეს არ უკავშირდება მარტო წარსულს, ეს არის თანამედროვეობა. სამწუხაროა, რომ ხელისუფალთა ხვედრით ბევრად მეტის ჩანს ის, რაც არაევროპულია და რაც ევროპულია, ცოტათი დაკარგულია. დაკარგულს პირდაპირ გაგებით არ ვიტყოდი, ცოტა მიფარებულია და მას გამოჩენა სჭირდება. გორი თქვენ როგორც აღნიშნეთ, არის ევროპული ქალაქი. აზროვნებით ის არის ევროპული წარსულით, თავისი წარსულით, გეოპოლიტიკური მდგომარეობით, თავისებურად თბილისთან სიახლოვით და მოღვაწე ადამიანებით, ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც აი ეს დავამატებდი თუ შეიძლება, ისტორიული დოკუმენტი, დამოუკიდებლობის აქტის სახით, 4 გორელს აქვს ხელი მოწერილი. 4-ვე ღირსეული გორელია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქისათვის. დღევანდელი ეს მდგომარეობა, რომ ნაკლებია ეს ყველაფერი, ალბათ არის გამოწვეული დღევანდელი ჩვენი ყოფისა და ჩვენი მდგომარეობისა, მათ შორის ჩვენი ოკუპაციისა, რომელიც დღეს აი ამ ოკუპაციის საპირისპიროდ ერთი ისტორიული ფაქტია კიდევ მომხდარი 2008 წლის აგვისტოს დღეებში. იმ კრიტიკულ დროს გორის მთავარი მოედანი მოხალისეების 10,000-ობით ადამიანი იყო. ამბობენ, რომ 6,000-დან 10,000-მდე ადამიანი იჯდა. საინტერესო გუნდი და პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ არის სოფლიო მნიშვნელობის, სოფლიო კლასის. ევროპაში ძალიან ბევრი კონცერტია და შეიძლება ითქვას, რომ გორის რაღაც მუსიკალურ ცხოვრებას ეს გუნდი ძალიან ახალისებს. ეხლა მოვედი მათთან სარეპეტიციოში თეონა ცირამულა არის ჩემი კურსელი, ჩემი მეგობარი, თუმცა აქ არ უნდა გავიცეს, უშუალო მოსწეს დაარსებულია ეს გუნდი. შევიდეთ ახლა რეპეტიციაზე და მე ვთხოვ, რომ რაღაცა 1-2 ნიმუში შევისრულო. რეპეტიციის შეწყვეტა ზოგადად არ შეიძლება. თუ შეიძლება თეონა გავგიბოთ, მოხდეთ, ისე ჩემი მეგობარი. ეხლა როგორც ჩანს, ოსოკე წაღმადის ერთ-ერთ ნაწარმოებზე მუშაობე. აი რა ვქნა, შემოვედი ძალიან სულ დროს მე მგონი. არა პირიქით, ყოველთვის ღიაა შენთვის ჩვენი კარები. რაზე მუშაობთ ხა? ეხლა მუშაობთ იოსებ კეჭაყმაძის ალმიზე. ო, ეგრე მივხვდი რა თქმა უნდა კეჭაყმაძე როა. თქვენ რეპერტუარში ძალიან ისეა წარმოდგენილი, ხო, მისი ნაწარმოებები? ყოველთვის ესე იყო, ეს ჩემამდეც ესე იყო. და მეც რა თქმა უნდა ვინარჩუნებ ამას, იმიტომ რომ გიждები ისე მომწონს.
თეონა, თქვენ ძალიან ხშირად მოგზაურობთ ევროპაში, ხო? და გიწევთ ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებების შესრულებაც. რა თქმა უნდა. ხო ასეა? კი. ერთ-ერთი ჩვენ დღეს უნდა მოვისმინოთ იოსებ კეჭაყმაძე, რომელიც მე ვთვლი, რომ არის ისეთი ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, ხო? რომელიც ქვიდა შედევრებს. რა თქმა უნდა. როგორ იღებს ევროპელი მაყურებელი ზოგადად ქართულ მუსიკას? ანუ ქართველი კომპოზიტორების შექმნით, ასე ვთქვათ, ევროპულ მუსიკას, მოდი ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად. ზოგადად მე ვთვლი, რომ როდესაც მუსიკას ეცდები, რომ ნატურალურად თუ სწორად არის დაწერილი და თუ გენიოსის დაწერილია და შენ იმას მაქსიმალურად შეეცდები, რომ რაც კომპოზიტორმა ჩადო იმას ნატურალურად მიაწვდი, მაყურებელს უკვე მნიშვნელობა არ აქვს ევროპელია თუ საიდან არის, ყველა მიიღებს. გამომდინარე აქედან ნაწარმოები ბატონი იოსებ კეჭაყმაძის ძალიან გვიწყობს ხელს, იმიტომ რომ არის გენიალური, აბსოლუტურად სულ ყველა. ფოლკლორით გაჯერებული. მე ვთვლი, რომ აი ზოგადად არ არსებობს არც ევროპული მუსიკა, არც ქართული მუსიკა, არც ცალკე აღებული რა, ჩემი აზრით, როდესაც გენიალურია მუსიკა, მე მაგალითად რო ვუსმენ ვერდის, ასე მგონია, რომ ეს არ არის იტალიური, ეს არის ქართული, იმდენად მეხება. და აი ამ დროს მე ვთვლი, რომ მუსიკას საზღვრები არ აქვს. ეს უბრალოდ დაიბადა ადამიანი სიტყვაზე საქართველოში ან დაიბადა იტალიაში. მარტო ევროპული კი არა. ვართ ევროპელები. ვართ და გვაქვს ევროპული მუსიკა, კარგი. და ევროპული კი არა, მსოფლიო მუსიკა გვაქვს ქართველებს, მე პირადად ესე ვიტყოდი რა. როდესაც შეიქმნა გუნდი შალომოსიძის მიერ, რაღაცნაირად იყო ნიშა გქონდათ იმის, რომ ბევრი ნაწარმოები გქონდათ ქართველი კომპოზიტორებისა, ხო? აი თქვენს კონცერტების შემდეგ არის ხოლმე ხოლმე ესეთი რაღაცა, რომ მაგას განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს რაღაც, აი იგივე მაგალითად რაიმე ქართული რეპერტუარი. კი, როგორ არა, აი ზუსტად ისევ კეჭაყმაძეს უნდა დაუბრუნდეთ, აი ეს ლაშარის გზაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს რეპერტუარში, ამას ვასრულებთ ხოლმე საფინალოდ, თვითონ ისეთია ხასიათით და გარეთ რო გამოვდივართ ხოლმე იქ ხო არის რაღაც მარცვლები და ისეთი და ეს ჩვენი თაყვანისმცემლები რაღაცას გვეუბნებიან ესე ამახსოვრდებათ იქ პაციცი რაღაცები ხო არის მარცვლები და ამით გვეხმაურებიან იცი სავაჭრო დამაყი ვიყავი ერთხელ საფრანგეთში მასტერკლასებზე ვიყავი წასული ხალხურ სიმღერას ვასწავლედი ფრანგებს და ერთ-ერთი ქორეოგრაფია ფრანსუა შინიო ესეთი რომელიც ძალიან ცნობილი ქორეოგრაფია ეს თანამედროვე ქორეოგრაფიაში და მოგეთ იმამ თქვა რაღაც მინდაო გაჩვენო რა ხო და YouTube-ი გამიხსნა და გამიხსნა თქვენი ერთ-ერთი სიმღერა და ესენიო შენო იციო ეს გუნდი იციო ეს შენ ეს გუნდი მე გავიჭი მე იცი კი არა და კლად ჩემიც მაკაცია თქო იცი დირიჟორი და ხუმრობის გარეშე მართლა ძალიან ვიამაყე იმით რომ გიცნობენ ძალიან მოსწონთ თქვენი შემოქმედება, თქვენი რეპერტუარი და მე ფაქტობრივად თავიდანვე აღნიშნე კიდევაც როცა შემოდიოდი აქ რომ რაღაცნაირად გორის მუსიკალურ ცხოვრებას საქართველოს თავიდანვანებოთ, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გუნდი არის გორიდან. კი, რა თქმა უნდა, მეც ესე ვთვლი. მნიშვნელოვანი რომ არა თბილისიდან, არამედ გორში დაარსებული და დღემდე გორში მუშაობს, ხო? რა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგაზე მინდა აღვნიშნო, მე მაგალითად ეხლა არის შემოთავაზებები ხო ცხოვრებაში, რომ თქვა თბილისში რაღაცა შემოთავაზეს 1-2 ის, მაგრამ აი მე იმდენად თბილისში მაინც რაღაცები ხდება რა და ეს იმდენად სხვანაირი დატვირთვა აქვს, რომ გორში
და რეგიონში, რომ ორი სიტყვით მითხარი ქეთი მილუვასთან დაკავშირებით თქვენს ტურნეზე, რომელიც თქვენი გუნდისთვის დარწმუნებული ევროპა ეგ იყო თუ იყო. ევროპა ეგ იყო თუ იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ თქვენ გუნდის ცხოვრებაში ეს იყო რაღაც განსაკუთრებული რა თქმა უნდა, ეს იყო, აი იმ დღეს უყურებდით კიდე კადრებს რაღაცა დაგჭირდა და აი რო დავიწყე ყურება, ეხა უკვე 2 წელი გავიდა 2018-ში ვიყავით მეორე ევროტურში და აი ყველაფერი რო გაგახსენდა და ვამბობდით რა, რომ ნუ ეს იყო, არ ვიცი, ერთ-ერთი ბედნიერი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში პირადად. კი, აი მე ვისურვებდი რომ კიდე განმეორდეს რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, აი ორჯერ ვიყავით ჩვენ 16-ში და 18-ში და ნუ ორივე იყო, აი მართლა 18-ის სხვა შორის უფრო წარმატებული იყო კიდე. კრიტიკოსები იყვნენ მოსულები, მაგალითად ლონდონში ბოლოს რომ თავდებოდა და ერთი ქალი იყო სახელმწიფოარი არ მახსოვს მომიტევეთ, მაგრამ აი ყველას რო ეშინია მისი კრიტიკის რა, რომ დაწერს რევიუს რო იტყვიან, რომ რა სიტყვის და აი შეიძლება ტურზე ხარ და უცებ იმან ისეთი რაღაცა დაწეროს, რომ საერთოდ ჩაგიგდოს და სახში წახვიდე. ისეთი რაღაცა შეიძლება დაწეროს, ისეთი დაუნდობელია თურმე და ყოფილა თურმე 5 ბალიანი შეფასება რა, ესე სტატიას რო დაწერ, ალბათ არ ვიცი მე თუ როდის არის, ეხა ეგ ბალების შეფასება არ ვიცი, ყოველ შემთხვევისთვის პირდაპირ 5 ბალით შეგვაფასა ამ ქალმა ჩემამდე გორის ქალთა გუნდს უსმენდა ვთქვათ კონკრეტულად აი მუსიკოსები, ვთქვათ პროფესიონალი მუსიკოსები. მე ჩავთვალე ესე და რა ვიცი ყოველ შემთხვევაში სეგმენტზე იყო. კი. ზუსტად ამის თქმა მინდა, მე მინდოდა აი უბრალო ენით რო ვთქვათ, რომ აი როგორც სიტყვაზე ანსამბლი რუსთავი ან თუნდაც თქვენი ანსამბლი ან ანსამბლი სუხიშვილები, რომ ბავშვს რო შეეკითხო, სუხიშვილები უკვე იცის ვინ არის, აი ზუსტად ესე მინდოდა, რომ გორის ქალთა გუნდი გაგონებაზე უკვე ბავშვმაც, რომელსაც საერთოდ არც იცის დო რა არის, მაგრამ იცის გორის ქალთა გუნდი რა არის. დღეს არის სოხუმის დაცემის დღე. და ესე არის უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც არ დავიწყდება არავის. მე ბავშვი ვიყავი მაგ დროს და შენც თავისთავად და ძალიან წარედ მახსოვს ეს ყველაფერი და მე ვიცი რომ თქვენს რეპერტუარში არის ერთი ძალიან ცნობილი და ძალიან კარგი აფხაზური სიმღერა. ეს სიმღერა მასწავლა სენაკში აფხაზური სიმღერის სწავლა მინდოდა ერთ სიტყვით ზუსტად 2 წლის წინ იყო ეს ამბავი და გავიცანი ქალბატონი ლალი გოგია კი არა ჩემი მეგობარია უკვე და შევატყე რომ ნუ სოხუმში დაბადებული გაზრდილია და ძალიან კარგი გამოთქმა ჰქონდა და რომ გავესაუბრეთ ერთმანეთს და რაღაცა მივხვდი რომ ძალიან კარგად იცის თუნდაც აფხაზური და ბევრი აფხაზური სიმღერები იცის და მომინდა რომ აი მესწავლა რომელიმე აფხაზური სიმღერა შინაარსი რო გავიგე ამ შიშნანის ნუ პირდაპირ ცუდად გავხდი ლამის, აი იმ შინაარსიდან გამომდინარე, აფხაზი მაჰაჯირები რო გადაასახლეს თურქეთისკენ, ესე იგი ზღვით გადაყავდათ ეს ხალხი და ჩვილი ბავშვები რო ყავდათ მშობლებს, უგდებდნენ ვინც ვერ გაუძლებდა პატარა ბავშვები შიმშილით და გაჭირვებით რო იხოცებოდნენ, პირდაპირ უგდებდნენ ზღვაში ბავშვს დედის თვალწინ და ეს კონკრეტულად გამოხატავს იმ შინაარსს, რომ დედას მოუკვდა შვილი და რომ არ გადაუგდოს მტერმა ზღვაში, უმღერის როგორც ცოცხალს მას ამ სიმღერას და ესე ქვია მაჰაჯირების ნანა ან შიშნანი ესე.